თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის და რექტორის შეხვედრა მოულოდნელად გაუქმდა. აუდიენციის თემა რეჟიმის გეგმა უნდა ყოფილიყო ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ, რომელსაც ჯაბა სამუშია საჯაროდ ამ დრომდე არ გამოხმაურებია. ის უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებს გუშინ შეხვდა ფორმატის მონაწილეთა თქმით, რექტორი მზად არის დაუშვას რეჟიმის გეგმის სისრულეში მოყვანა. დღესვე თესეუსთან აქციაც არის დაგეგმილი. ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე სასაუბრო ოცნების განათლების მინისტრის მოადგილის დონეზე მოახერხა შეხვედრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა. აუდიენცია უშედეგოდ დასრულდა. რექტორმა, რომელიც რეჟიმს უჭერს მხარს, ვერ თქვა, რომ უნივერსიტეტის გაუქმების გადაწყვეტილება გაუქმდება. მარიკა ბოლქვაძე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც პირდაპირ ეთერში უერთდება ფორმულას. Diaxuka თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთან დაანონსებული და დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც 12 საათზე უნდა გამართულიყო, ყველასთვის მოულოდნელად გადაიდო. რამდენიმე საათის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებმა ელექტრონული პოსტის მეშვეობით შეიტყეს, რომ დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც უნდა განხილული იყო ის ძირითადი საკითხები, რომელიც დღეს მინისტრის მოადგილესთან 5 საათზე ჩანიშნულ შეხვედრაზე უნდა განეხილათ, მოულოდნელად გაუქმდა და ეს შეხვედრა აღარ ჩატარდება. დღეს 5 საათზე უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის რამდენიმე აკადემიური საბჭოს, აგრეთვე რამდენიმე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვედრა აქვს ჩანიშნული. უცნობია ახლა რა იქნება ამ შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა, რა იქნება ის ძირითადი აქცენტები, რომლებიც ამ შეხვედრაზე დაისმება. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ის საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც ამ ყველაფრისთვის უნდა ჩატარებულიყო, საერთოდ გაუქმდა და ეს შეხვედრა აღარ შედგა. როგორც იცით, 29 იანვარს გივი მიქანაძემ ორი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება დაანონსა. 29 იანვრიდან დღემდე პროტესტი არ წყდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალში, თუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტების ირგვლივ ისინი ფიქრობენ, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმა კატასტროფულ შედეგს მოიტანს და ორივე უნივერსიტეტს დააკარგვინებს ავტონომიას. გუშინ იყო გადაწყვეტილი, რომ სენატის სხდომა ჩაინიშნათ, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გუშინ საღამოს მივიღეთ უნივერსიტეტის სამდივნოდან შეტყობინება, სადაც მოგმართეს, ვინ იქნებოდა სურველი, რომ ჩაწერილიყო, ასე ვთქვათ, იმ შემადგენლობაში, რომელიც სამინისტროში შეხვედრებს დაესწრება. იმიტომ რომ უფრო დაზუსტებით ვიცოდეთ ხვალისთვის გაწოდებულ სენატზე რა გაჟღერდეს და რა ითქვას და როგორ რანაირად რა ინფორმაცია იყოს მოტანილი და სრულ-სრულად ხედავდე, მე პირადად გადავწყვიტე მხოლოდ ამიტომ, რომ ჩავწერილიყავი ამ შემადგენლობაში, თუმცა მიმაჩნდა, რომ ჯობდა ჯერ სენატის სხდომა ჩატარებულიყო და რაღაცნაირად სენატს საერთო პოზიცია შეემუშავებინა და მერე გამართულიყო, ასე ვთქვათ, შინაარსობრივი დისკუსია. გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ მიღებული იქნა სპონტანურად და მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ხედავდნენ, რომ თესეუდან ვერც ერთ ფაკულტეტის გადატანას ტექნიკურ უნივერსიტეტში ვერ მოახერხებდნენ. თავიდან ბოლომდე არასწორად გაუთვლელი რეფორმა, რომელიც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გონებაში და საერთოდ არანაირ არგუმენტაციას არ ექვემდებარება, გადაწყდა, რომ აი ამ მიმართულებით გააგრძელონ და რატომ ჩათვალეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხი არაფერს არ იტყოდა და თესოუს რა ქონდა სათქმელი, თესოუ ხო ფართოვდება, თესოუ ხო ერთიანდება ამ შემთხვევაში და რა გითხრათ ახლა, მართლა აბსოლუტურად დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, რომლის განხორციელება უბრალოდ კატასტროფას მოიტანს რეალობაში. როდესაც შენ ორ უნივერსიტეტს შეერთებ, სადაც არის ერთი და იგივე მაგალითად მიმართულებები და თან ამბობ, რომ არ მოხდება გათხოვნა კადრების, ეს არის, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, ხო? განათლების რეფორმას იწყებენ ერთ-ერთი მთავარი საყრდენის მოშლით და ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენი უნივერსიტეტი. ხო, ჩვენ ამას ასე უყურებთ.
რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნების განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოს პარლამენტში განცხადება გააკეთა ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს გეგმა უკვე პოლიტიკურად გადაწყვეტილია, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვალია. ამ ფონზე რა მიზანი აქვს საერთოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალთან, აკადემიურ საბჭოსთან, სენატთან თუ რექტორებთან შეხვედრას უცნობია, თუმცა ჩნდება განწყობა, რომ ეს შეხვედრები ფორმალური და ფასადურია. რაც შეეხება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმას, განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაერთიანების გეგმა ახლა საერთოდ ეწინააღმდეგება განათლების რეფორმის მთავარ მიზნებს და ეს ქართული ოცნების მხრიდან დაანონსებული კიდევ ერთი კორუფციული სქემის ნაწილია. ამ შემთხვევაში შესაძლოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთოდ გაუქმდეს, მისი კორპუსები და აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსები საერთოდ გასხვისდეს და ახალი კორუფციული სქემის წარმოების და წამოწყების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი გახდეს, რაც შეეხება იმ პროფესურას და ლექტორებს, რომლებიც რეჟიმის ქმედებების მიმართ ამ ხნის განმავლობაში კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, შესაძლოა, რომ ეს აკადემიური პერსონალის ეს ნაწილი საერთოდ სამსახურიდან გაათავისუფლონ. გუშინ მქონდა ჩვენ შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ესწრებოდა აკადემიური საბჭოს წევრები, სენატის წევრები, რექტორი, პრორექტორები, კანცლერი, პრაქტიკულად ყველა, სადაც დაახლოებით 5 საათი მქონდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიმართულებით შეიძლება წავიდეთ. დღეს მაქვს მე შეხვედრა 5 საათზე სამინისტროში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალოგიურ შემადგენლობასთან და ასევე დღესაც გვექნება მათთან კომუნიკაცია. ვფიქრობთ, რომ მალე ყველა ამ საკითხს მოვაბარებთ. გადახედილი თქვენი მხრიდან? პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მე ვერ გადავხედავ ვერანაირად, რაც შეეხება არსებულ ნაწილს. მინისტრის მოადგილება. კი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია მიიღეთ გადაწყვეტილება პროფესორებთან შეთანხმების გარეშე. ასეთ ტიპის გადაწყვეტილებები ზოგადად პროფესურის ნაწილზე არ არის საუბარი, აქ საუბარია გარკვეული ტიპის ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საჭიროებს სამთავრობო ტიპის გადაწყვეტილებას. ვერ გეტყვით. მიზნებისთვის გაერთიანების დასახელებული იყო საერთაშორისო რეიტინგებში ზრდა ჩვენი უნივერსიტეტების მონაცემებს. რატომ გვჭირდება საერთაშორისო რეიტინგებში უკეთესი შედეგები? ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მაგალითად საერთაშორისო სტუდენტების მოსაზრდად. ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისთვის. თუმცა თუ ავიღებთ პოლიტიკის მეორე ნაწილს, რომელიც კონცეფციაშია წარმოდგენილი, იქ აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს საერთაშორისო სტუდენტის მიღების უფლება არ აქვს. ანუ თუ კი საერთაშორისო რეიტინგის ამაღლება გვჭირდება, იმიტომ რომ საერთაშორისო სტუდენტები მოვიზიდოთ, ამ უნივერსიტეტს არ აქვს უფლება, რომ საერთაშორისო სტუდენტები მოიზიდოს. დიახ, როგორც გითხარით, ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 29 იანვარს დაანონსა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმა და უნივერსიტეტის რექტორებსაც კი რამდენიმე საათით ადრე სატელეფონო ზარით შეატყობინეს ამ გეგმის შესახებ. იმ დღიდან ამ წუთამდე არ წყდება პროტესტი თბილისისა თუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებში. ისინი ფიქრობენ, რომ დაუშვებელია ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება. დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი 5 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. ხვალ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელახლა უნდა შედგეს სენატის სხდომა, რომელიც 4 საათია ჩანიშნული.